ბათუმის ლოგოს საკითხი ჯერ ისევ ღიად დგას, თუმცა ამ ეტაპზე ბათუმის სიმბოლოდ ისევ აბსტრაქცია რჩება. კომისია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საკითხზე მუშაობს, აცხადებს ქალაქის მერი. გიორგი ერმაკოვი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას ქალაქის ახალი სიმბოლო არ მოსწონს და მისთვის ბათუმი დელფინთან ასოცირდება. ქალაქს ისეთი ლოგო უნდა ჰქონდეს, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, აცხადებს ერმაკოვი და დასძენს, რომ კომპეტენციის ფარგლებში კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ერმაკოვის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სამართლის ჩარჩოებს არ გასცდება. ბათუმის ბრენდ კონცეფციაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ACT მიმუშავა. ბოლოს კი მერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლოგოს 3 შერჩეული ვარიანტი და ხმების უმრავლესობით ბათუმის ლოგოდ ვებგვერდის მიხედვით აბსტრაქცია შეირჩა. ჩემთვის როგორც ერთ-ერთი ბათუმელისთვის, ესე ვთქვათ, უფრო სხვას ვისურვებდი და უფრო სხვანაირი ხედვა გამოჩნია ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ლოგოს. კომისია არის შექმნილი, რომელიც მაშინაც იყო, მას საკრებულოს თავმჯდომარე უდგას სათავეში. ამიტომ კომისია იმუშავებს, სამართლის ჩარჩოებს არ გავწდებით და რაც ყველაზე მთავარია, ბათუმს უნდა ჰქონდეს ლოგო, რომელიც არის ბათუმელებისათვის და ზოგადად ყველასათვის მოსაწონი იქნება.